სალამი მეგობრებო, მინდა ჩავწერო ერთი შემეცნებითი ვიდეო თუ როგორ ვამზადებ საფიდერე მონტაჟს, რომელსაც ვიყენებ თითქმის ყოველთვის, როცა გავდივარ სათევზაოდ ფიდერის აქსესუარები და ფიდერის აღჭურვილობით. იმიტომ რომ ბევრი წერილი და კითხვა შემოვიდა თუ როგორ ვამზადებ, ამიტომ გადავწყვიტე რომ დავამზადოთ ან გაჩვენოთ როგორ მზადდება. რა პრივილეგია მონტაჟს, აი აქვე მაქვს ეს მონტაჟი, მინდა გაჩვენოთ. პრივილეგია არის ის, რომ ეს მონტაჟი არის მზა, ამას უბრალოდ ამოვიღებ, გადავაბავ ჩემ წნულს, ანუ ჯოხს და დავიწყებ თევზაობას. აღარ მჭირდება წნულის გაყვრა რაღაცეებში, გადაბმა და რაღაც მსგავსი რაღაცეები. ეხლა მე გაჩვენებ აი ამ ძალიან მარტივ მონტაჟს, როგორ ვამზადებ ძალიან მალე. ესე იგი, ამისთვის დამჭირდება ფლუროკარბონი, ამ შემთხვევაში მე ვიყენებ 0,40 მმ-ის ზომა. თუ ფლუროკარბონი თქვენთვის რთულად საშუალებია, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მონოძუა, იგივე ზომის, სასურველია გამჭვირვალე. ესე იგი, ავიღოთ დაახლოებით, მე ვიღებ სადღაც 50-მდე 50 სანტიმეტრი ფლუროკარბონი. ამას ესე მოვკვეთავ. ეს გადავდოთ. ეხლა ერთ ადგილას, ანუ ერთ მხარეს უნდა გავუკეთოთ სკრუტკა. ან რავი, თუ გინდათ ხვეულა დაახვიეთ რა, დაარქვით. სადღაც გავზომოთ 10-დან 12 სანტიმეტრამდე. აი ესეთი. ესე გამოდის. ესე იგი. აი აქ დავიწყოთ. ისეთი მოხვა, ანუ მარჯვენა ხელით ესე ვახვევთ, მარცხენა ხელით ესე. საპირისპირო, ანუ აი ეს რაღაცა უნდა გამოვიდეს, აი. ცოტა სველი მაქვს ხელი და აი წამოვიდა. აი, იწყებს სკრუტკის ამოხვევა. ესე ვახვევთ. შეგვიძლია ცოტა აი ესე გავასწოროთ, მეტად დავახვიოთ. ესე და გავდივართ ბოლოში. მე ახლა დაწვრილებით გიხსნით, თორე პროცესში ძალიან მალე კეთდება. ესე იგი, გამოვიდა ესეთი სკრუტკა, ესეთი ხვეულა. ეხლა აქ რას ვაკეთებთ? აქ ვაკეთებთ ჩვეულებრივ კვანძს. ესე ამოვატაროთ. ოღონდ რაც შეიძლება ახლოს დაბოლოებასთან. მივიტანოთ ახლოს ეს კვანძი. ესე და გავჭიმოთ. მაგრად გავჭიმოთ. ესეთი რაღაცა გამოდის. ეხლა ეს ზედმეტობა რაც აქვს, ამასაც ესე დავჭიმოთ. ესე. და აქ ერთი მომენტია. აქ დავტოვოთ სადღაცა 2 მმ. ესე. აი. და ეხლა აქ უნდა გავუკეთოთ სოკოს თავი. ვიღებთ ანთებელას. ესე ახლოს, ანუ ახლოს უნდა მივიტანოთ. აი ეს საკმარისია. აი, გამოვიდა სოკოს თავი. ანუ ეს კვანძი აღარ დაიშლება, აი შანსი არა გამორიცხულია. ანალოგიურს ვაკეთებ მეორე მხარეს, ანუ სადაც წნული უნდა გადავაბათ. აქაც ვუკეთებ ამ სოკოს თავს. და გაჩვენებთ რისთვის. საკმარისია. აი ეს გამოიყურება. Так, პრინციპში მონტაჟი მზად არის, ჩვენ ახლა დაგვჭირდება ბისერის თავი, ერთი ცალი. გავუყაროთ მასში. ეს იმისთვის ვაკეთებ, რომ აი ეს კვანძი მაინც პროცესში არ დაგვიზიანდეს. და აქ უკვე ნებისმიერი ჩვენი კარაბინი, ახლა მე აქ დამატებითი არ მაქვს, მოდი ძველიდან მოხსნი. და გაჩვენებთ როგორი რაღაცა. ჩვეულებრივი რა. სადახარ შენ. გავუყაროთ ჩვენი კარაბინი. აი ეს მორჩა, გამოვიდა inline მონტაჟი უკვე მზა.
ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვაკეთებთ? აქეთ გადავაბათ, მივალთ სათევზაოდ, აქვე პირდაპირ გადავაბათ წნული, აქ კიდე გადავაბათ სადავეს. წნული როგორ გადავაბათ? ძალიან მარტივია, მე ვიდეო მაქვს ჩემ არხზე, საქარი ყლაპიერ მონტაჟს რო ვაწყობ, იგივე პრინციპია. აი ჩვენი წნული. ესე იგი. წნულს ესე ვიღებ. აი. ესე. და ესე ვდებ ზემოდან და ვიწყებ ამოხვევას 1 2 3 4 5 გავაკეთოთ რამოდენიმე. მერე ამას აი ეს ოქოს თავი რაც გვაქვს, აი ესე უნდა გავუყაროთ შიგნით. ეგეთი რაღაცა გამოდის, აი და დავჭიმოთ. აი. კარგად დავჭიმოთ. მორჩა. ეს არის აი ქვასავით, ამას ვერ გაწყვიტავ ვერასდროს. ამ ზედმეტობას მოვაჭრი. ესე. მორჩა, სადა გვაქვს. აქ ჩამოვკიდოთ ჩვენი საკვებურა. ესე. აი, მზა მონტაჟი. ესე გამოიყურება. ესე. ნუ აქ წავა მერე ნებისმიერი თქვენდაგანი მოსაწონი, სადავე რომელსაც გინდათ ის დავუყენებთ, აი აქ აქვს კვანძი. რია და გავუყრით ნებისმიერ სადავეს, რომელსაც გამოიყენებთ. აი, ესეთი მონტაჟია და ამ მონტაჟით ვზაობ, რავი, სულ ეს გვერდზე აქ ნახეთ გადახრილი, ანუ არ უშლის არაფერს, ანუ აქ გადახლართების მინიმალური დოზა. ხო, ეხლა რაც ხავარია ჩვენ მოვჭით თევზაობას, ეხლა ეს როგორ დავშალოთ, ნუ იგივე პრინციპით რა. ამას ესე მოვკვეთავ, როცა მორჩებით სათევზაოს. ესე მოვკვეთავ და ახლა სოკოს თავს გავუკეთებ. აი ესე. всё. ეს მონტაჟი მზად არის შემდეგი თევზაობისთვის. სულ ეგ მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის. იმედია მოგეწონებათ და გამოიყენებთ. აბა წარმატებები ყველას.